ჩვენი სტუმრები არიან ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი გიორგი ტუმასიანი და პოლიტიკოსი თეონა აკუბარდია. მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და გიორგის მინდა ვთხოვო, რაც გამომრჩა, შეიძლება რაღაც განსხვავებულად, როგორ აღიქვით დღევანდელი შეხვედრა პუტინსა და ფაშინიანს შორის. მე ვერ მოვასწარი ფაშინიანის პასუხის მოსმენა და მთელი ეს ჩემი შესავალი მხოლოდ პუტინის აქცენტებზე მქონდა აგებული და ძალიან მაინტერესებს როგორ უპასუხა ამას ფაშინიანმა და რა გამოხმაურება აქვს თავად სომხეთში. მოგესალმებით. ფაშინიანის პასუხები ნამდვილად იყო საკმაოდ დიპლომატიური და სწორი ჩემი აზრით და დღეს სომხეთში პოზიტიურად შეფასდა ეს ფართო საზოგადოებაში. ერთი მხრივ ფაშინიანმა პირდაპირ უთხრა პუტინს, რომ კუხოდან სომხეთის დე-ფაქტო გასვლა და სტატუსის გაყიდვა არ გადაიხედება, მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა იქ მოიტყუა და თქვა, რომ სომხეთი მიმართვა კუხოს მიმართ უკავშირდებოდა ყარაბაღის საკითხს, როდესაც ეს ასე არ იყო და ეხებოდა სომხეთის ტერიტორიას, რომელსაც ფარავდა კუხო ჯერმუკის მიმართულებით კერძოდ და შესაბამისად ეს კიდევ ერთი დასტურია უბრალოდ იმისა, რომ სრულიად სხვა კონტექსტში წაიყვანა პუტინმა ეს მსჯელობა და ფაშინიანის ნათქვამი იმას უკავშირდება, რომ არგუმენტაცია არ გაგაჩნიათ, რატო არ იმოქმედა კუხომ, ანუ თქვენმა ამ სტრუქტურამ, ამიტომ ეს არ გადაიხედება. მეორე საკითხი მნიშვნელოვანი ევროკავშირს ეხებოდა, პუტინმა მართალია თქვა, რომ წინააღმდეგი არ არის, რომ სომხეთი ამ მიმართულებით მიდიოდეს თუ ეს მისი არჩევანია და აქ რა თქმა უნდა კითხვები ჩდება მაშინ რატოა წინააღმდეგი საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში. სომხეთის შემთხვევაში იმიტომ არ არის ეთყობა წინააღმდეგი, რომ ბერკეტები არ ყოფნის ამ მომენტში სომხეთზე ზემოქმედების. თუმცა აქ აღნიშნა, რომ გააჩნია ეკონომიკური ბერკეტები, ეს არის 6 მილიარდიანი ვაჭრობა, ეს არის 2 მილიონი სომეხი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ანუ აშკარა არის მუქარა იმით, რაც ჩვენთვის სულ ციფრებში დაუთვალა ეს. კი ბატონო, ისიც კი უთქვა, რომ თქვენს მეზობლებთან მიმართებაში საქართველოს აზერბაიჯანი იგულისხმებოდა, სამჯერ უფრო მეტი მოცულობის სარგებელს ღებულობდო თქვენ რუსეთთან. კი ბატონო. და მწვანელი დაწყებული ყველაფერი რაც ჩამოგვართო, ასე ვთქვა, ჩვენი ძალიან დიდი წვრის არის, წილი არის. კი ბატონო, და ის ჩამონათვალი რით დაემუქრა სომხეთს არის გამეორება იმის, რაც თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ გააკეთა, ხო? ანუ დიასპორით მუქარა, ემბარგოთი მუქარა, იმიტომ რომ იქ ფიტოსანიტარიულ ნორმებზეც ისაუბრა და ასე შემდეგ. ეს ერთი კონტექსტია, მაგრამ ფაშინიანმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, თქვა რომ ჩვენ სანამ შესაძლებელია ამ გეზს გავყვებით, მაგრამ როდესაც მომენტი დადგება ასარჩევი, სომეხი ხალხი თავად გააკეთებს არჩევანს და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა რეალურად, რომ სწორედ ხალხისგან უნდა მოდიოდეს არჩევნებზე რუსეთს საკმაოდ სერიოზულად ჯერ კიდევ აქვს წარმოდგენილი დაწყებული სამხედრო ბაზიდან გაგრძელებული რკინიგზაზე როცა ვლაპარაკობთ ფორმალურადაც და ფაქტობრივადაც რუსეთის კუთვნილებაშია ხო მთელი ეს ინფრასტრუქტურაც და კიდევ ბევრი სხვა რამ. თუმცა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ჩვენ პოულობთ ძალიან მნიშვნელოვან მსგავსებებს საქართველოსთან მიმართებაში. თუ შეგვიძლია ეს პარალელები გავავლოთ და მაყურებელს უთხრათ უფრო მეტი ფაშინიანის ოპონენტებზეც ან იმ ფლანგზე, რომლებიც მის ალტერნატივას წარმოადგენენ, განსაკუთრებით რუსული გავლენების ნაწილში. კონკრეტულად ფაშინიანმა პუტინსაც უთხრა დღეს რეალურად ამ მსჯელობის ფარგლებში, რომ რუსეთის მოქალაქე ვერ გახდება პარლამენტის წევრი და ვერც პრემიერ-მინისტრი სომხეთში, რადგანაც ეს საკითხი დგას დღის წესრიგში, რუსი ოლიგარქი სამველ კარაპეტიანი, რომელიც არის გამოგზავნილი სომხეთში, რომელსაც არ გააჩნია სომხეთის, უпростоრად რუსეთის მოქალაქე არის და კვიპროსის კიდევ და ანუ შესაბამისად შეზღუდული აქვს სომხეთის კანონმდებლობით, რომ გახდეს თანამდებობის პირი და პრემიერ-მინისტრი. მის გაპრემიერებაზე არის საუბარი და აშკარა არის, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს მის მხარდაჭერას. არის შეკრული ერთი მხრივ რუსი ოლიგარქი, რომელიც ხალხს პირდება უფასო ჩინურ ფულს, ქარხანას ყველა სოფელში და რუსეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობებს, რომელიც მეცენატია, რომელიც პოლიტიკური განცხადებები საერთოდ არასდროს გაკეთებული არ აქვს. დღესაც კი არ ვიცით მისი პოზიცია მაგალითად ევროპულ ინტეგრაციაზე სომხეთის ან რაიმე სხვა საკითხზე. ერთადერთი რაც ვიცით, რომ ეკლესიის მეცენატი იყო და აქ ჩდება სწორედ გარეგინ მეორე, რომელზეც თქვით, რომ პოლიტიკური აქტორი არის გამხდარი და დღეს რუსეთში ამაზე ხუმრობენ სომხეთში, რომ ფაშინიანის ჩასვლა რუსეთში რუსეთის დემოკრატიზაციას უწყობს ხელს, იმიტომ რომ ნება დართეს რუსეთში, რომ მიტინგი გამართულიყო დღეს სომხეთის საელჩოსთან ფაშინიანის წინააღმდეგ და ეკლესიის მხარდასაჭერად. და რუსეთში არ ხდება ხოლმე საერთოდ მიტინგები. შესაბამისად, ამის ფონზე ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ იმას, რომ ღიად რუსეთი ერთი მხრივ მხარს
უჭერს რუს ოლიგარქს, მეორე მხრივ ეს არის რობერტ ქოჩარიანის, ვიზეთ საუბარი იყო აფხაზეთის რკინიგზის კონტექსტში და დაშნაკ ცუცუნის ერთობლივ ალიანსზე, რომელიც ასევე მიდის არჩევნებზე და რა თქმა უნდა ეკლესია, სადაც პირდაპირ სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომ რუსეთში სომხური ეკლესიის ეპარქიის მოქმედი ხელმძღვანელი, რომელიც არის გარეგინ მეორის ძმა, არის კგბ-ს აგენტი, ეს პირველი ლუსტრაციის შემთხვევა არის სომხეთში, ასე რომ პროცესი გასაგებია, ერთი მხრივ არიან რუსეთის აგენტურის წარმომადგენლები და მეორე მხრივ ფაშინიანი, რომელიც რეალურ სუვერენიტეტს ქმნის და აი აქ პარალელებს ვავლებთ, ხო, საქართველოსთან როგორ გამოიყურება ნამდვილი სუვერენიტეტი, რუსეთისგან დამოუკიდებლობის ხარისხით იზომება თუ ანტიდასავლური შენი მიდგომებით იზომება. თუმცა გიორგი, სანამ ბოლოს მე თეონას მიცემ სიტყვას, რა რესურსებს ფლობს ფაშინიანი ამ ძალიან სერიოზულ ძალებთან დასაპირისპირებლად მოსახლეობის განწყობების ნაწილში უფრო მეტად საინტერესო. დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუმცა შესაძლოა მან პრობლემების შექმნას იმ გაგებით, რომ ფინანსების უპრობლემოდ მოძრაობა, ამ ხრივ რუსეთს უზარმაზარი პერკეტები აქვს, ღრმად აქვს ფესვები გათმული მისი წარმომადგენლობების კუთხით. არის ეს ყარაბაღის კლანის ეგრეთ წოდებული ისტორიული ხა ბოლო 10 წლების ძალიან სერიოზული გავლენები. კი ისინი არაპოპულარულები არიან გარკვეული გაგებით, მაგრამ მათ უკან დგას ბიზნესები, კომპანიები, თანამშრომლები და ასე შემდეგ. და ასევე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი რაც მინდა რომ თუ მართლაც ასე არის ის ჩვენს მედიაში გაიჟღერა ამ ამბავმა ეს ცნობილი მოშე ლუტგავტი რომელიც საქართველოს ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის დროს პიარ ტექნოლოგად იყო წარმოდგენილი ხელმძღვანელობდა აი ამ სისხლიანი ბანერების კამპანიას და ასე შემდეგ რამდენადაც შევიტყვეთ ის არის წარმოდგენილი ახლა ფაშინიანის მოწინააღმდეგის შტაბში ამ კამპანიის ერთ-ერთი წარმმართველია. დიახ, სამველ კარაპეტიანის რუსი ოლიგარქის გუნდის წევრია და ცდილობს მის დაახლოებას ხალხთან რთულად გამოსდით რეალურად. რა თქმა უნდა, რესურსების ამბავი არის, უზარმაზარი თანხები იხარჯება. საუბარია იმაზე, რომ კირიენკოს ხელმძღვანელობით 100 მილიონი დოლარი არის ჩადებული აი ამ კამპანიაში სომხეთის მიმართულებით. მთავარი საგანგაშო ამბავი ის არის, რომ სომხეთის საგარეო დაზვერვამ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა, რუსეთში ცდილობენ აქტიურად სომხების მობილიზაციას, ვისაც გააჩნია სომხეთის ორმაგი მოქალაქეობა, რომ წავიდნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მასშტაბურად. და ასევე ამ პროცესებს სამწუხაროდ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოშიც გარკვეული ნარატივები ამ მიმართულებით არის სამცხე-ჯავახეთში კერძოდ, სადაც რუსეთიდან კავშირების ფარგლებში იქ ადამიანებს გააჩნიათ რუსეთთან კავშირი განსაკუთრებით უვიზო მიმოსვლამ კიდე რუსეთის მხრიდან გაუქმებამ სავიზო მიმოსვლის საქართველოსთან ხელი შეუწყო ამ კავშირების კიდე უფრო გაღრმავებას და შესაბამისად ვხედავთ იქაც მომზადებას გარკვეულწილად რომ ორმაგი მოქალაქეების მასშტაბურად გაგზავნა იყო სომხეთში. ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთში ბევრი ადამიანი საკმაოდ დაიჭირეს უკვე ქრთამის აღებაზე წინა საარჩევნოდ, იმიტომ რომ მიმდინარეობს ფინანსურად მომზადება იმისა, რომ ორგანიზებულად მოხდეს ხმის მიცემა სამվել კარაპეტიანის სასარგებლოდ კონკრეტულად და ქველმოქმედება არის ასე ვთქვათ, სწორედ კორუფციული მდგენელი და ქრთამის მიცემით. და აქ ვხედავთ სწორედ რუსეთში და საუბარი ასევე საქართველოსაც აქაური სომხების ჩაყვანის მცდელობაც განიხილება, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება იყოს ასევე არჩევნებზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი სარისკო ფაქტორი. ასე რომ დიახ, მდგომარეობა საკმაოდ რთულია რეალურად, თუმცა არსებობს გამოსავალიც და ფაშინიანის სიტყვა დღეს სწორედ აქეთკენ იყო მიმართული, რომ სრულიად არ არის ფაქტი, რომ სამվել კარაპეტიანს დაარეგისტრირებენ საერთოდ არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად, იმიტომ რომ აპრიორი არ ღვევს სომხეთის კანონმდებლობას და არ აქვს უფლება თვითონ მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში. მადლობა გიორგი.